ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა ახალი ალბომის პრეზენტაციას. ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები ამჯერად ახალ წიგნში გაერთიანდა, რომელსაც ინგლისური განმარტებები ახლავს თან. შინაარსი ქართული ხელნაწერები სწორედ ინგლისურ ენაზეა თანდართული და ასევე ისტორიული მონაცემები სწორედ ამ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა ქართული ანბანი შევიდეს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლების სიაში, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ რატომღაც იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე დასრულდება ეს გამოცხადება. იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ალბომის პრეზენტაციას, ამაზე ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ალბომის ქართული ხელნაწერი ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია შედგა. ამასთან ერთად ალბომში შესული და ცენტრში დაცული ორიგინალი ხელნაწერების გამოფენაც გაიმართა. თავდაპირველად კულტურის სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა ვებგვერდი სახელწოდებით ქართული ხელნაწერი წიგნი. მის საფუძველზე კი 2012 წელს ალბომის ქართული ხელნაწერი ქართული ვერსია დაიბეჭდა. პროექტის ავტორების თქმით, მალევე ინგლისური ვერსიის გამოცემა გადაწყდა. ალბომში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 200 უმნიშვნელოვანესი ხელნაწერის შესახებ ვიზუალური და ტექსტური ინფორმაციაა შესული. შევარჩიეთ თითოეული ეპოქისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო ხელნაწერი, რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა ცენტრში, დაწყებული ტაო-კლარჯეთიდან დამთავრებული პალესტინით. დრომ სიტუაცია მოგცა იმის საშუალება, რომ შეგვეკრიბა ეს მასალა და პირველი ასეთი ალბომი გაგვეკეთებინა. ქართული ხელნაწერები დაცულია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და იმ ქვეყნებშიც ინტერესი რომ გაძლიერდეს ამ ხელნაწერების მიმართ, ბუნებრივია, რომ მათთვის გასაგებენაზე უნდა იყოს ეს ინფორმაცია მიწოდებული. ხელნაწერებსა და ილუსტრაციებს თან განმარტებითი ტექსტები დაერთო. დაიყო თავებად და ასეთი სახით ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებულ უკვე უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება. ეს იქნება არაჩვეულებრივი საჩუქარი ქართველოლოგებისათვის, ქართული კულტურით, ქართული ხელნაწერებით, ქართული დამწერლობით დაინტერესებული ნებისმიერი უცხოელი პირისათვის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ გამოფენასა და ალბომის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრო, რომელმაც ალბომის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გახორციელდა ეს პროექტი, უაღრესად საინტერესო და მეკითხოთ მნიშვნელოვანი ალბომის პრეზენტაცია გახლავთ დღევანდელი. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს, რომელიც თვალს გადააავლებს ამ ალბომს, არ შეიძლება არ გაუჩნდეს სიამაყის გზნობა იმის გამო, თუ რა მდიდარი კულტურა აქვს ჩვენს ქვეყანას და ამის საშუალება დღეიდან უკვე ინგლისურენოვან მკითხველსაც ეკნება. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ალბომი საქართველოს ფარგლებს უკვე გასცდა და ამ დროისთვის ეგზემპლარები ვატიკანსა და კემბრიჯშია გაგზავნილი. მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრებში ალბომის გაგზავნა კი კვლავაც იგეგმება.